რა ხდება ქუთაისში? რამდენი დღეა რაც ქუთაისელები უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ცხოვრობენ და რა აქცია გაიმართება? ხვალ მთავარი შეკითხვებს სამოქალაქო აქტივისტი სალიკო კუხიანიძე პასუხობს. საღამომშვიდობის სალიკო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. ყოველთვის სულ მინდა დავიწყო ამ შეკითხვით, ახლაც აქციიდან მოხვედით? დიახ, ახლაც აქციიდან მოვედი. რომელ საათზე იწყება ქუთაისში აქციები? მოგესალმებით თამარ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, რომ აქვს საშუალება კიდევ ერთხელ ქუთაისელებს გავაკონო ქუთაისის ცენტრის ხმა, რაც ხდება ქუთაისის ცენტრში, ქუთაისის მერიასთან. ქუთაისში უკვე გვაქვს ორი აქცია, ერთი იწყება საღამოს 7 საათზე, ხოლო მანამდე 6:30-ზე საპროტესტო აქცია, საინფორმაციო დერეფანი ესე დავარქვით. ეს პროტესტის ახალი ფორმაა? დიახ, ეს პროტესტის ახალი ფორმაა, რომლითაც ჩვენს თანაქალაქელებს, ქუთაისის მერის თანამშრომლებს გვინდა მივაწვდინოთ ხმა, თუ რა ელოდებათ, რა საფრთხეები ელოდებათ მათ დასანქცირებული ოლიგარქიული რეჟიმის ქვეშ მუშაობით და მოვუწოდებთ, რომ დროულად გადმოვიდნენ ქართველი ხალხის ისეთ ნათელ მხარეს, რომელსაც სრულიად ცივილური სამყარო უჭერს მხარს. შესაბამისად, ყოველ დღე ჩვენ არ შეგვეზარება, რა თქმა უნდა, ყოველ დღე ვდგევართ, ჩვენი ანუ იმ დროს, როდესაც მერის თანამშრომლები ამთავრებენ მუშაობას. დიახ, და გამოდიან მერიიდან 6:30-ზე ვიწყებთ, დაახლოებით 7:30-მდე იქ ვდგევართ, 7-ზე უკვე გადავდივართ შემდეგ აქციაზე, რომელიც მერის წინ იმართება, უშუალოდ გზის გადაკეტვით მთავრდება. მე რამდენი დღეა? 57 დღეა თუ აღწევი. ხო, და 57 დღეა ქუთაისელი აქტივისტები და ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ პროტესტს გამოხატავენ, დგანან ქუთაისში მერიის წინ? დიახ, 57 დღეა უწყვეტად დგას ქუთაისში, ქუთაისელები, ქუთაისის რუსთაველზე, მერიის წინ და გამოხატავენ პროტესტს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ითხოვენ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ პოლიტიკური პატრონების გათავისუფლებას, რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც დაიჭირეს უსაფუძვლოდ. შემეძლია პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ მე პირადად ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც აღმოჩნდი რაღაც ცრუ ბრალდების ქვეშ, რომ პოლიციელმა თქვა, რომ მე რაღაც ვიგინებოდი, თურმე რომ პოლიციელიც იქვე არ იყო. ისევ არის დაჭერილი ყველა ის ბიჭები, მინდა მხარდაჭერა კიდევ ერთხელ შეუთვალო აქედან, ძალიან მალე გარეთ იქნებიან და მათთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლა საქართველოს წარმატებისთვის. დღეს საკმაოდ ისეთი პროცესი იყო და გავლენა იქონია ადამიანებზე იმ პროცესის ჩანაწერების ნახვა, სადაც ბრალდებულად წოდებული ექიმი მიმართავდა პროკურორს. კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ? ერთ-ერთი ადამიანი კომენტარს ვერ მეუბრალოდ სიტუაციას აღწერ. კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ უმძიმესი სიტუაცია არის ადამიანი, რომელიც უვლიდა დედას, დაიჭირეს და დედა დარჩა უყურადღებოდ და დედა გარდაიცვალა. ეგ არის წარმოუდგენელი ამბავი, ხო? ადამიანებს იჭერენ იმის გამო, რომ ჯერ პირველი აპროტესტებენ საკუთარი ქვეყნის ნგრევას, ამ პროტესტზე იჭერენ და შემდეგ ამ დაკავებით ხდება ის ტრაგედია, რაც მოხდა. მე არ ვიცი, კომენტარი მართლა არ მაქვს. მე ერთ-ერთი მხარდაჭერა მინდა აუთქვა იმ ადამიანს და უთხრა, რომ ყოველთვის მის გვერდით ვიქნები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში. თან ეს ადამიანი დაკავებული არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის. დიახ, სისხლის სამართლის დანაშაული წაუყენეს. არ ვიცი, წარმოუდგენელი რუსები ყავს ხელისუფლებაში. განურჩევლად იჭერენ ყველას. აი ქუთაისში რამდენად ხშირად ხდება ხოლმე ეს ვთქვათ დაჯარიმების, აი ქუთაისში როგორ გექცევათ აქციებზე პოლიცია? ხშირია თუ არა ვთქვათ პოლიციელებისა და აი აქტივისტების ერთმანეთთან დაპირისპირება? დაპირისპირებას ვერ დავარქვევდი. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც მიშკო მუმლაძე, ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი, დააკავეს ქვეითზე გადასვლის გამო და უთხრეს წაუყენეს ბრალილო გზას კეტავდითო, გუშინ ჰქონდა სასამართლო და დააჯარიმეს 2500 ლარით. ესეც ქვეითზე გადასვლის გამო გვაკავებენ უკვე, თუმცა იმის შემდეგ არ ყოფილა ქუთაისში ჯერ მომენტი, რომ ვინმე დაეკავებიოთ, რადგან ჩვენ გავართ და გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს, რომლის სრული უფლება გვაქვს. კანონით, მორალით, ყველანაირი კუთხით, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათ ზუსტად იციან, რომ ჩვენ გვაქვს ამის უფლება და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამას ვიტყვი, რომ ქუთაისში ეგრეთ ფაქტი არ მომხდარა. ზალიკო, თუ შეგიძლიათ იმ აქციის თაობაზე მითხრათ, რომელ საათზე ასად გაიმართება, რომელიც სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით გაიმართება ქუთაისში? დიახ, ეს არის ხვალ პარასკევს 7 საათზე შევიკრიბებით და მოვაწყობთ მსვლელობას, მარში იქნება სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად და გავაგონებთ ქუთაისს კიდევ ერთხელ მივაწვდით ხმას, რომ 53 ბიჭი, ჩვენი თანამებრძოლები, როგორ უსამართლოდ გამოკეტეს ციხეში. ხვალ 7 საათზე შევიკრიბებით მესხიშვილის თეატრთან, დიახ.
მესხიშვილის თეატრის დამოკიდებულებაზე ამ პროცესზე დაკავშირებით თუ შეგიძლიათ ვთქვათ? ვიტყვი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ღია მხარდაჭერას გვგრძნობთ მსახიობებისგან, ყველასგან არა, ვერ ვიტყოდი რომ მესხიშვილის თეატრმა რაღაც ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მხარდაჭერა აგვეთქვა, მაგრამ რამოდენიმე მსახიობი ჩვენს გვერდითგანან, რამოდენიმე მარშებში ძღებულობდა ჩვენთან ერთად მონაწილეობას და რა ვაფასებ ძალიან მაგ ადამიანებს და ეგენი გვაძლიერებენ და ხედავთ რომ ქუთაისის თეატრი ბოლომდე არ არის გარუსებული და იქ არიან ადამიანები რომლებმაც ზუსტად იციან ეხლა ვის უნდა დაუჭირონ მხარი და სად უნდა უშუალოდ თეატრს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ არც თბილისში დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძესთან დაკავშირებით არც არც მსახიობთან დაკავშირებით სამწუხაროდ რომელიც დაიჭირეს და ისიც სცენაზე დგას ანდროც ამათაც არანაირი რეაგირება არ ქონიათ გუშინ ძალიან კარგი პერფორმანსი მოეწყო ქუთაისში თეატრის ეს სპექტაკლის მსვლელობისას ქუთაისელმა აქტივისტებმა გადმოკიდეს ბანერი თავისუფლ რეჟიმის ტყვეებს და ამით შეახსენეს მათ კიდევ ერთხელ რომ სცენაზე იდგნენ კეთილი მაგრამ გამოხატონ პროტესტი სცენიდანაც კი არა სცენიდან უკეთესად შეიძლება გამოხატოთ პროტესტი მსახიობმა მით უმეტეს როცა ამის უფლება გვაქვს თუმცა მაგრამ თეატრის მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოხდა და პირიქით ბანერის გადმოკიდებისთვის ხო ეს მათი საყვედურიც კი გამოხატეს რომ ეს თეატრში არ უნდა მომხდარიყო მით უმეტეს სპექტაკლი იყო პატარებისთვის კეთილი მე ვერ ვიტყოდი რომ მესმის მათი თქო თუმცა ეს ბანერის გადმოკიდება გამოიწვია იმან რომ ისინი არაკეთებდნენ არანაირ განცხადებას თორე ჩვენ ბანერს არ გადმოვკიდებით რომ მათი პოზიცია ვიცოდეთ ნათლად რომ ხედავთ ალბათ არც არაფერი წერა იმ ბანერზე ისეთი რაც ვთქვათ მათთვის იქნებოდა არა პირიქით ბავშვებისთვის მიუღებელი იქნებოდა პირიქით ბავშვებმაც უნდა იცოდნენ რომ რეჟიმის ტყვეები არიან ტყვეები და მათი განთავისუფლება არის საჭირო იმიტომ რომ ყველანაირი რეჟიმი დამღუპველი არის მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტია წარმოადგენს ამ რეჟიმს ყველანაირი რეჟიმი დამღუპველია ქვეყნისთვის და ხალხისთვის შესაბამისად ბავშვებმაც უნდა იცოდნენ დიახ რომ რეჟიმს არ უნდა შევეგუოთ ახლა იმ ადამიანების თაობაზე თუ შეიძლება რომ გითხრათ ვინც ყოველ დღე უკვე 57 დღეა იკრიბება ქუთაისში საკუთარი პროტესტის გამოსაკითხავად რა ასაკის არიან ეს ადამიანები არიან მხოლოდ ახალგაზრდები არიან ზრდასრულები თინეიჯერები მოხუცები ყველა ასაკი ძალიან კარგი კი ყველას ვიცნობ ყველას პირადად ვარ ყველასთან ასაუბრები მე პირადად რომელი თქვათ აქტივობაც დამიგეგმავს არც ერთი მე პირადად არ დამიგეგმავს ყველა აქტივობა მოდის ხალხიდან ყოველთვის ვეკითხებით ხალხს რა უნდა ვქნათ იმიტომ რომ ეს არის სახალხო პროტესტი და მე ვფიქრობ რომ ამ აქციებს არ უნდა გეგმავდეს 1-2 ან რაღაც გარკვეული ადამიანების ჯგუფი. ამიტომ ყველა ჩემს ნაბიჯს, ესე რომ ვთქვათ, ვუთანხმებ და ვეკითხები სწორია თუ არ არის სწორი, თქვენთვის მისაღებია თუ არის. შესაბამისად, ყველასთან მაქვს პირადად კომუნიკაცია. არიან ძალიან უსაყვარლესი ბაბუები ჩვენთან, რომელიც სულ დროში დადის, ძალიან კარგი ადამიანი, საღად მოაზროვნე ნათელი ადამიანი, როგორ საუბრება, იგრძნობა სინათლე მისგან, არიან შუახნის ადამიანები, არიან ბავშვები, რომლებსაც ვეუბნებით, რომ ხანდახან არ მოვიდნენ, იმიტომ რომ არასრულწლოვნები არიან და ვეუბნებით, რომ მიხედონ სწავლას და ჩვენ დავდგებით მათ მაგივრად და არიან სტუდენტების ჩვენს გვერდით, ყველა თაობის ადამიანია, ყველა პროფესიის ადამიანი, ხა რაღაც იქეთ კვირაში იგეგმება ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, გვინდა დავგეგმოთ საპროტესტო აქცია, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა პროფესიის მქონე ადამიანი. ყველა პროფესიის მქონე ადამიანი გამოვა და გამოხატავს თავის პროტესტს და იტყვის რა პრობლემებს წააწყდნენ თავიანთ მიმართულებაში რუსული რეჟიმის მმართველობის ქვეშ. შესაბამისად, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისში ყველა ასაკის ადამიანი დგას აქციაზე და ყველა ადამიანს შეუძლია გამოხატოს ის ასაკობრივად თავისი პროტესტი, შეადაროს წარსულს, ისაუბროს რაღაც მომავალზე და ასე შემდეგ. ანუ კიდევ ერთხელ შეგეკითხებით, ადამიანს რომელსაც აქვს თქვათ სურვილი მოვიდეს აქციაზე, უკვე შესაძლებელია რომ 6 საათიდან და 7 საათიდან თქვათ შეუერთდეს მერის წინ შეკრებილ ესე იგი ჩვენ გვაქვს ორი აქცია როგორც აღვნიშნე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით როდესაც სამუშაო დღეებია ქუთაისის მერიაში 6-ის ნახევარზე ვიკრიბებით მერიის შესასვლელთან და ვაწყობთ საინფორმაციო დერეფანს და შემდეგ 7 საათზე უკვე მერიის წინ იწყება აქცია რომელიც მთავრდება გზის გადაკეტვით და უკვე სკანდირება და შეძახილებით. აი პირველ აქციას, როდესაც თქვენ ეს დერეფანი გააკეთეთ, მერიის თანამშრომლების მხრიდან რა რეაქცია მოხდა?
მე არ ვიცი რამდენად უნდა ვთქვა ეს რეაქციები, იმიტომ რომ იქ იყო გარკვეული სახის რეაქციები, რომლებიც ჩუმად გადმოგცენ ჩვენ. პირდაპირ ვიტყვი ამას, ჩუმად გადმოგცენ და გვისურვენ წარმატება, თუმცა არ ვიტყვი ვინ და რომელ დღეს. ყველა კითხულობს ბანერს. იყო ერთი თანამშრომელი, რომელმაც იფიქრა რომ რაღაც კომენტარი უნდა გაეკეთებია და გააკეთა კიდევაც და გითხრა რომ მეტი საქმე თუ არ გაქვთ და ჩვენ ავუხსენით დერეფნის მონაწილეებმა რომ ჩვენი მთავარი საქმე იყო ის რასაც ვაკეთებდით რომ ჩვენ მისი გულისთვის ვიდექით იქა ის რომ რამოდენიმე თვეში ეხა ახალი კანონი რაც მიიღო არალეგიტიმურმა პარლამენტმა რამოდენიმე თვეში შეიძლებათ მერიის თანამშრომლები გაათავისუფლონ გაფრთხილების გარეშე მერიის თანამშრომლები შეიძლებათ გაათავისუფლონ ანაზღაურების გარეშე შემდეგი 3 თვის ანაზღაურების გარეშე და არც ექნებათ გასაჩივრების რა თქმა უნდა და თუ გაასაჩივრა და მოიგო აღდგენის გარეშე შეუძლიათ რომ გაათავისუფლონ. ამიტომ ამ ახალი კანონით მერიის თანამშრომლები ისე შეზღუდენ რომ რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთონ. შესაბამისად ამ ადამიანებს მოუწევთ ისეთი რამეების გაკეთება, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც არ წავლენ, დარწმუნებული ვარ, რომ განცხადებებს დაწერენ და წამოვლენ, თუმცა ამას ჩვენ წინასწარ ვეუბნებით, რომ ეს ესე მოხდება. თუმცა აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სამიზნე აუდიტორი რაღაც, ჩვენ არ ვებრძვით მერიის თანამშრომლებს, არანაირად მერიის თანამშრომლები არიან ჩვენი თანაქალაქელები, მერიის თანამშრომლები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სრულად დაცლილი იქნებიან რაღაც პარტიული მოვალეობიდან. მერიის თანამშრომლები არიან საჯარო მოხელეები და დიახ, ძალიან კარგია თუ მერიის თანამშრომელი მუშაობს ერთი მთავრობის დროს, მეორე მთავრობის დროს და მესამე მთავრობის დროს. ეს ნიშნავს, რომ ეს არის კვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანი და ეს არ უნდა გამოვუშვათ, მაგრამ მერიის თანამშრომელმა უნდა აკეთოს ქუთაისის და ქალაქის საქმე და არა პარტიის საქმე. ამიტომ გევართ ჩვენს ხო იმ ტელეფონში და ვეუბნებით, რომ ნუ გავაკეთებთ პარტიის საქმეს, ვაკეთოთ ქალაქის საქმე ყველამ ერთად. ძალიან დიდი მადლობა ზალიკო რომ მოხვედით და იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. წარმატებებს გისურვებთ, ტელემაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ სამოქალაქო აქტივისტი ზალიკო კუხიანიძე. მადლობა რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით კვლავ ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.